მოგესალმებით დღეს ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას თბილისელ სომხებზე და სტუმრად გვყავს კარენ ეგიაზარიანი, სამართალმცოდნე, ლექტორი, ასევე იურისტი. მადლობა რომ გვეწვიეთ, დრო დაგვითმეთ. სასიამოვნოა ჩვენთვის რომ ქართულ სომხურ ურთიერთობებში ამხელა ღვაწლი გაქვთ და ამდენ შრომას დებთ. ორიოდე სიტყვით თქვენზე რომ მოგვიყვეთ, ჩვენს მაყურებელს რომ მოუყვეთ. მოგესალმებით. პირადად თქვენ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, იმ აუდიტორიას, რომელიც ყავთ. ძალიან მაგარი საქმე კეთდება თქვენი ჯგუფის, თქვენი აი ამ შემოქმედებითი კოლექტივის მხრიდან. მოგესალმებით. როგორც უკვე აღნიშნეთ, მადლობა ასეთი კარგი შესავლისთვის. დავიბადე ქალაქ თბილისში. ვარ უკვე მე-6 თაობის წარმომადგენელი. ჩემი ოჯახი უკვე დაახლოებით 2 საუკუნეა ამ ქალაქში ცხოვრობს, ამ ქალაქს უკავშირდება. თავისი ფესვებით, თავისი მრავალრიცხოვანი ნათესაობით და ასე შემდეგ. დავამთავრე ცნობილი 53 საშუალო სკოლა. ცნობილი სკოლა ეხლა არის რეკონსტრუქციის ქვეშ და იმედია მალე მოხდება მისი ფუნქციონირების აღდგენა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე წარჩინებით, წითელი დიპლომით. ეს ხდებოდა შორეულ 2005 წელს, როდესაც დაიწყო მერე ჩემი, ასე ვთქვათ, უკვე სამუშაო გამოცდილება. 2005 წელს სიმდროინდელი რექტორის გადაწყვეტილებით, რადგანაც მქონდა დამთავრებული წარჩინებით უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მოხდა ჩემი განაწილება სისხლის სამართლის პროცესის და კრიმინალისტიკის კათედრაზე, ლექტორის თანამდებობაზე. ეს ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სადაც არაერთი წელი ვიმუშავე. ასევე მომდევნო წლებში 2006-2007 წლებში ვსწავლობდი ესტონეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების აკადემიაში, რომელიც დავამთავრე ასევე უმაღლესი შეფასებით. ესეც ძალიან კარგი გამოცდილება იყო, დაახლოებით 1 წელი იყო ეს პროგრამა. ინგლისური ენა არის, მანდ არის ძალიან საინტერესო საპოლიციო მოდელი. ჩემი განათლება უკავშირდებოდა საპოლიციო სფეროს და ეს იყო პოლიციის ხელმძღვანელ მენეჯერთა მომზადების პროგრამა, რომელიც დაუძლია უმაღლესი შეფასებით, საქართველოდან სხვა ადამიანებიც იყვნენ. იმ დროს ეს იყო მეორე საფეხური ჩემს განათლებაში. განათლების თემაზე რო დაუბრუნდეთ, ეს ცოტა მოგვიანებით ამას შევეხები, მაგრამ 2015 წელს სასწავლებლად გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იყო საერთაშორისო ვიზიტორთა და ლიდერთა პროგრამა, რომელიც იყო ერთთვიანი, როდესაც აი ამ პროგრამის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში ხდებოდა პოლიციის, სამართალდარღვევების, სასამართლო სისტემის შესწავლა და მქონდა გარკვეული პროგრამა, რომელიც ტარდებოდა ჯერ ერთ შტატში, მერე მეორე შტატში და მოვიარეთ, ასე ვთქვათ, 7 შტატი, 13 ქალაქი, ძალიან ბევრი ლოკაცია და ძალიან ბევრი ადგილი ვნახე ამერიკაში და ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის პირადად. ეს უკვე დამთავრდა სერტიფიკატის დონეზე. პროგრამა იყო ორგანიზებული ოფიციალური ორგანოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული თავიდან ბოლომდე. უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო და ჩემი სასწავლო მიმართულებით განვითარების კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უკვე ცოტა მოგვიანებით იყო, დაუბრუნდები ჩემს სამუშაო გამოცდილებას, დავიწყე მუშაობა სისხლის სამართლის პროცესის და კრიმინალისტიკის კათედრაზე, რომელმაც მერე განიცადა ტრანსფორმაცია და გადაკეთდა კრიმინალური პოლიციის ფაკულტეტად, სადაც ასევე დავრჩი ლექტორის რანგში, ლექტორის პოზიციაზე. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დავრჩე. შემდეგ გადავედი ადმინისტრაციაში, შესესე აკადემიის ადმინისტრაციაში იურისტის პოზიციაზე, მაგრამ ასევე ვინარჩუნებდი აი ამ სალექტორო საქმიანობის კომპონენტს, რადგანაც ჩემთვის საინტერესო იყო და პირველი შეხება ჩემთვის როგორც ქართულენოვან, ასევე არაქართულენოვან სტუდენტებთან, მოქმედ თანამშრომლებთან შედგა სწორად შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, როდესაც ქვემო ქართლისგან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ჩამოდიოდნენ ჯგუფები, რომლებსაც
არ ქონდათ სრულყოფილი ქართული და ჭირდებოდათ ისეთი ადამიანი, რომელიც იმ ინფორმაციას, იმ ცოდნას გაუზიარებდა მათთვის გასაგებ ენაზე, ქონდა საკომუნიკაციო ბევრი ხერხი, მათ შორის მჭირდებოდა თარგმანი მასალის, ლიტერატურის იმ დროს ცოტა ასე ვთქვათ პრობლემატური იყო. აქტიურად ვიყავი ჩართული სასწავლო პროცესში, აქტიურად ვიყავი ჩართული ადმინისტრაციის საქმიანობაში, ხოლო მერე წლების შემდეგ გადავედი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში და ბოლოს გახდით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელი ამ დეპარტამენტში 2015 წელს 2014 წელს ბოდიში აი ამ ასოცირების იმ დროს ახალი ასე ვთქვათ თემა იყო, ახალი საკითხი იყო ასოცირებიდან გამომდინარე საქართველოს უნდა გაეკეთებინა მოეხდინა მიგრაციის რეფორმა, მიგრაციის პოლიტიკის რეფორმა. ჩვენი კუთხით, შესესეს კუთხით შეიქმნა შიდაუწყებრივი ჯგუფი, რომელიც უერთდებოდა მერე ცენტრალურ ჯგუფს, რომელსაც კურირებდა იუსტიციის სამინისტრო, ამ ჯგუფის შიდაუწყებრივი ჯგუფის ხელმძღვანელიც გახდით. შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 თვეში შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც არალეგალურ მიგრაციას დღემდე ასე ვთქვათ აკონტროლებს, აი ამ სფეროს არეგულირებს. მოხდა მერე ამ პროექტის პრეზენტაცია იუსტიციის სახლში, რამდენიმე ესე იგი სიტყვით მეც მომიწია გამოსვლა, წარმატებულ რეფორმად შეფასდა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი მქონდა. ამჟამად გავედი, დაახლოებით 13 წელი ვიმუშავე ძალოვან სტრუქტურაში. წოდებით გახლავართ ვიცე-პოლკოვნიკი თადარიგის, მაგრამ როგორც ჩემი კოლეგები და მეც ვიტყვი, ყოფილები არ არსებობენ, იმიტომ რომ ეს მართლაც საამაყო წლები იყო, მართლაც საპატიო და საამაყო წლები იყო ჩემთვის და აი ამ მაღალი წოდების ტარებაც ბუნებრივია საამაყო იყო. უკანასკნელი 7 წლის მანძილზე მუშაობ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, კანონშემოქმედებითი კუთხით, რაც არის ძალიან საინტერესო, ძალიან საპატიო და ჩემთვის პირადად ასევე არის უმნიშვნელოვანესი გამოცდილება. ძალიან სასიამოვნოა ამდენის ერთად გაგება, რომ სხვათა შორის ორ სხვადასხვა რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავებულ მთავრობების დროს თქვენ მოღვაწეობდით, სწავლობდით და დღესაც მუშაობთ ესეთ პოზიციაზე ხართ და ასახელებთ საქართველოს. ყველგან აი რავი ორივე კონტინენტზე იყავით, აქაც ევროპაშიც, შეერთებულ შტატებშიც და ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის. ზოგადად სომხური სახელი და გვარით თბილისელი სომხი რო ასახელებს საქართველოს ძალიან სასიამოვნოა. ვიმსახურებით ჩვენს ქვეყანას საქართველოს ბუნებრივი. როგორ ფიქრობთ, როგორი პერიოდი აქვს ქართულ სომხურ ურთიერთობებს ახლა ამ დროში და რამდენად უკეთესობისკენ მიდის საქმე, იმიტომ რომ მე ვხედავ აი ბოლო 1 წელია თქვენ გაკვირდებით ძალიან ბევრ ღონისძიებას ატარებთ, უშუალოდ ძალიან ისე აქტიურად ხართ ჩართული ამ ქართულ სომხურ ურთიერთობებში და კულტურულ ღონისძიებებსაც ატარებთ ძალიან ხშირად და აი ამ ყველაფერზე ვიქნებ მოგვიყვეთ. ძალიან საინტერესო და მართლაც აი უნიკალური კითხვა არის რა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს, ამაზე შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ. ეს არ არის რაღაც ვალდებულება, ეს არის აი ჩვენი შინაგანი სამყარო, რომ ეს ორი კულტურა, სომხური და ქართული კულტურა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არის ძველი ქრისტიანული კულტურა, აი ამ ჩვენში, აი ამ ადამიანებში, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან, ჩვენს მეგობრებში, სამეგობროში, საახლობლოში და სანათესაოში, ეს არის შერწყმული. სამხრეთ კავკასიაში ორი უძველესი ერი ვართ, რომლებსაც როგორც სომხებს, ასევე ქართველებს გააჩნიათ ძალიან საინტერესო პრაქტიკიდან მათ შორის მძიმე წარსულიდან ნაკარნახევი ადათები, ტრადიციები, კულტურული ფასეულობები. ეს ყველაფერი არის საუკუნეების განმავლობაში მოტანილი განძი. აი რა უფლება გვაქვს ჩვენ რომ ამაში რაღაც პატარა თუნდაც აგური იმ დიდ კედელში, რომელსაც ქართულ-სომხური ან სომხურ-ქართული ურთიერთობა ქვია, აი ეს პატარა თუნდაც აგური არ შევმატოთ იმ კედელს, რომელსაც აი მართლა
ამოწურვის რესურსიც კი არ აქვს ამ ურთიერთობას. მე ვფიქრობ, რომ პიკისგან და განვითარების პიკისგან ძალიან შორს ვართ. ეხლა არის ძალიან კარგი შესანიშნავი ხალხს შორის, ადგილზე, ახალგაზრდებს შორის, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უფრო და უფრო გაუმჯობესდეს, უფრო გაღრმავდეს. გაღრმავება ჩვენი კულტურული, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათების აი ესეთი შერწყმა და განვითარება არის ჩვენი ცხოვრებისეული მისია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მადლობა ასეთი შეფასებისთვის პირველ რიგში. კულტურული ღონისძიება იქნება ეს რომელიმე ხელოვანის მხარდამჭერი დაუშვათ ღონისძიება იქნება დაუშვათ ანსამბლის აი სხვათა შორის წელიწად ნახევრის წინ ჩვენ ჩამოვიყვანეთ სომხეთიდან ჩვენი მოწვევით ჩამოვიდა ალთუნიანის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, რომელმაც თბილისში ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში აღნიშნა თავისი 80 წლის იუბილე. სრული ანშლაგი ჩაიარა, თქვენს ამ დიდი ღონისძიების მონაწილე იყავით, გახსოვთ როგორი ანშლაგი ჩაიარა ამ ღონისძიებამ და როგორი აღფრთოვანებით შეხვდა როგორც ქართველი, ასევე სომეხი მაყურებელი. ეს იყო მართლაც კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ორი უძველესიერი ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ერთად. კულტურულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და კიდევ უამრავ დონეზე, სადაც კი იქნება შესაძლებელი, რომ ეს ურთიერთობები მეტად გაღრმავდეს და მეტად ასე ვთქვათ, განვითარდეს. ჩვენ ამას ყოველთვის ხელს შევუწყობთ. კიდევ გვაქვს ის აქტივობები, რომ მეგობრებთან ერთად ვცდილობთ ისეთი ხელოვანი ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც მართლაც სჭირდებათ გვერდში დგომა, ელემენტარული გვერდში დგომა, ხანდახან ფინანსურიც კი არა. გვერდში დგომა ჭირდებათ, აი მხარდამხარ სიარული ჭირდებათ. აი რამდენიმე ხნის წინ ოქტომბრის თვეში ჩავატარეთ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის თენგიზ მიქოიანცის სახელობითი გამოფენა უზნაძის ქუჩაზე ია არტ გალერეიში. ანშლაგი ჩაიარა, იქაც დაახლოებით 400-დან 500 ადამიანამდე იყო და ქართველი და სომეხი მაყურებელი, ვიზიტორი ერთმანეთს ესაუბრებოდა, ძალიან ბევრი ჩვენი ახლობელი, მეგობარი, კოლეგა იყო დაპატიჟებული და აი ესეთი ღონისძიებები მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს იმ დიდი საქმის განვითარებას, რომელსაც ქვია ქართულ-სომხური ან სომხურ-ქართული ურთიერთობა. აი ალბათ დამეთანხმებით, რომ უმეტესწილად ღონისძიებები რაც ტარდება, სომხური თემატური ღონისძიებები ნახევარზე მეტი ალბათ იქ ქართველები არიან. აი და ძალიან სასიამოვნოა. ძალიან დიდი სიყვარულით მოდიან, ესწრებიან ამ ღონისძიებებს, კონცერტები, გამოფენები იგივე. მე ვფიქრობ, რომ აი ეს 30 წლიანი რაღაც 30 წლიანი არა, მაგრამ ერთი 20 წლიანი ჩავარდა ნამდვილად იყო. ალბათ თანამედროვე დრო მოიტანა, რომ ბევრად ღიად ვართ უკვე ერთმანეთთან, ბევრად კარგად გავიხსენეთ ის წარსულიც, უკეთესად გავიცანეთ ერთმანეთი, თუნდაც ეს აი ჩვენი სოცმედიაც ძალიან გვეხმარება. თუნდაც აი ჩვენი ჯგუფიც ძალიან ეხმარება ჩვენი ქართულენოვანი სტატიებითაც საკმაოდ კარგ საქმეს ვაკეთებთ ახლა აი ამ პერიოდში ნამდვილად. მართლაც აი ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ, პირდაპირ ვთქვათ, გაცნობა, პოპულარიზაცია ქართველი მაყურებლისთვის, ქართველი მკითხველისთვის, სომხური კულტურის იმედი მაქვს, რომ სომხურ საზოგადოებასაც აცნობთ და გააცნობთ ქართულ კულტურულ უმდიდრეს მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოში არის, რომელიც საუკუნეებია ხელის გულზე არის ნატარები და როგორც განძი ისე ინახება. აი ეს არის სწორად ის აქცენტები, სადაც მეტი უნდა გაკეთდეს. მე ვფიქრობ, რომ აი ამ საქმეში იმ ტრივიალური მიდგომების და იმ მოძველებული, ასე ვთქვათ, მეთოდების დაძლევაში თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ და მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტის რესურსი გაქვთ თქვენ ჯგუფს და თქვენ აი შემოქმედებით კოლექტივს, რომელიც დღითიდღე უფრო იზრდება, ვითარდება და ახალ ნიშებს ითვისებს, მართლაც სასიხარულოა. მე როგორც თქვენი აქტიური მკითხველი, როგორც ჯგუფის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გაწევრიანებული ადამიანი სოციალურ ქსელებში, სოციალური თქვენი მედიების კუთხით ძალიან ასე ვთქვათ, ყურადღებით ვადევნებ მოვლენებს და მიხარია, რომ არის
პროგრესი თქვენ საქმეში და ყოველდღე ხდება რაღაც სიახლე, ყოველდღე ხდება სიახლის შემოტანა და იმ გამოხმაურებიდან გამომდინარე მაყურებლის და მკითხველის მართლაც რომ ძალიან კარგი გზა და ნიშა გაქვთ არჩეული, რომელიც აი ამ ორ უძველეს ხალხს გაერთიანებს. ერთი რამის თქმა მინდოდა კიდევ უფრო სწორად დამატება მინდოდა კულტურული და ჩვენი სოციალური, ჩვენი საგანმანათლებლო მიმართულებები ძალიან გვანან ერთმანეთს. მე ბოლო 2 წელია ინტენსიურად ხვდები ლექციების ფორმატში საქართველოს ისეთი უმშვენიერესი რეგიონიდან, როგორც არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, კერძოდ 2 მუნიციპალიტეტიდან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან და ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა აი ამ ახალგაზრდობამ ჩემზე, არიან დაახლოებით 16-დან 22 წლამდე გოგო ბიჭები, რომლებიც გადასარევი ქართულით გვესაუბრებიან, რომელიც არის იდეალურად, პრაქტიკულად იდეალურთან გათანაბრებული. აი ეს პროცესი არის ერთი დიდი სიამოვნება, როდესაც კითხვებით გამოდიან, როდესაც ინტერესდებიან, ქართულად გესაუბრებიან და ქართული ფაქტიურად ჩემ შემდგომ საკითხს პასუხი გაეცით. თქვენ დაამთავრეთ რა თქმა უნდა და აქვე ჩავაკვახებთ კითხვას, რომ ეს კითხვა ჩემი იყო ზუსტად სახელმწიფო ენის, ქართული ენის არცოდნაზე რეგიონებში. ეთნიკურ უმცირესობებს გულისხმობ რა თქმა უნდა და ჯავახეთში, მარნეულში, აჭარაში, სადაც არის თემი სომხური, აი მაგასთან დაკავშირებით ბარემ დაამატეთ თქვენ კომენტარი. ეს ადამიანები, აი ვიზეც უკვე მოგახსენეთ, ეს ბავშვები, ასე ვთქვათ, არ ეწყინებათ, ეს სტუდენტები ქართულ ენოვან პროგრამებზე სწავლობენ, საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ, საკმაოდ კარგი ქართული აქვთ და დიდი წვლილი ამაში შედის, ამაში მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ მონაწილეობენ 4+1 პროგრამაში, რომელიც თავდაპირველ ეტაპზე გაძლიერებული ქართულის შესწავლას გულისხმობს უნივერსიტეტებში. არის კითხვები მათი მხრიდან, რომ როგორ გავაკეთოთ, როგორ წარმართოთ. მე 19 წელია საჯარო სამსახურში ვარ, 19 წელია ჩემი მოგზალებული შრომით ვემსახურები ჩვენს ქვეყანას საქართველოს და რაღაც პატარა გამოცდილება ასე თუ ისე დამიგროვდა და ამათ აქვს ძალიან პრაქტიკული, ძალიან საინტერესო კითხვები, როგორ წარმართოთ, როგორ დავგეგმოთ ჩვენი მომავალი, რა არის წარმატების ფორმულა და სწორად თქვენ კითხვას დაუბრუნდები. წარმატების ფორმულა, წარმატების ბურჯი და სვეტი არის სახელმწიფო ენის, ქართული ენის სრულყოფილი ფლობა. მისი შესწავლა ძირფესვიანი. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ენა საქართველოში არის ქართული, კონსტიტუციის თანახმად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა, ცოტა ჩემ სამართლებრივ საფუძვლებსაც დაუბრუნდები. ასეა, მაგრამ ქართული ენა არის იმდენად ლამაზი, იმდენად მელოდიური და იმდენი უძლიერესი მწერლის, იმდენი უძლიერესი ადამიანის, ასე ვთქვათ, სასაუბრო ენა იყო, რომ სულ რო არ იყოს მარტივი ენა, არ არის მარტივი ენა, უნიკალური ენა თავისი ისტორიით, თავისი სილამაზით, თავისი აბსოლუტურად ყველა ასპექტით და მე ამის აგიტაცია, პროპაგანდა სწორედ გამიგეთ, ვეწევი არაქართულენოვან ბავშვებში, მოსწავლეებში, სტუდენტებში, რომ მაქსიმალურად ბევრი იმუშაონ საკუთარ თავთან. ეს არის წარმატების ფორმულა. რაც უფრო ბევრი ენა იცი, მესმის უცხო ენაც აუცილებელია. აუცილებელია, რომ დღევანდელ პირობებში მით უმეტეს, რომ არაერთი ენა, არამედ 2 და 3 იცოდეს ადამიანმა, მაგრამ თუ შენს მომავალს გეგმავთ ჩვენს ქვეყანაში, თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, უნდა იმუშაო საკუთარ თავთან. ეს საკითხი რეგიონებში ბუნებრივია, დიდი ხანია მუსირებს, არის გასაუმჯობესებელი, არის დონე გასაუმჯობესებელი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში თაობების ცვლის შედეგად მით უმეტეს, რომ ინტერესი ძალიან დიდია ამ ახალგაზრდების მხრიდან და არაერთ ადამიანს, არაერთ ახალგაზრდას ველაპარაკები, ათეულობით და ასეულობით ადამიანთან მაქვს შეხება ამ ლექციების ფორმატში. სხვადასხვა თემებს ვიხილავთ, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვავ, რომ ქართული ენა ჩვენი საერთო განძია, როგორც ისტორიული ენა, სომხური ენა, ბუნებრივია, მაგრამ
ისტორიული ენა არ უნდა დაავიწყდეს ადამიანს, ამავე დროს სახელმწიფო ენა და ქართული ენის შესწავლა და მისი ფლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორც ძალიან საჭირო. აქ ბევრი პროგრამა გვაქვს სახელმწიფოში, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული, არასახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული, ყველას შესაძლებლობა აქვს ახალგაზრდას რომ ენა ისწავლოს და ენა მართლაც არის ჩვენი განძი. საქართველოს ყოველთვის იყო ტოლერანტული თავისი პოლიტიკითაც ყოველთვის იყო მეგობრული ყველა ერისთვის. სომხური ენა ნამდვილად ფასობდა საქართველოში, არავინ არასდროს არ კრძალავდა სომხურ ენას. ეხლა აი ამ ბოლო პერიოდში ჯავახეთი რო ავიღოთ მაგალითისთვის. მე მგონი ყველაზე სისუსტე იყო მანდ ქართული ენის არ ცოდნის. იმიტომ რომ ჯავახეთი ყოველთვის კომპაქტურად დასახლებული იყო, ძირითადად სომხები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ იქ. მაგრამ აი ამ ბოლო 5 წლის მანძილზე მე აი ჩემს მაგალითს გეტყვით, პირველად 2018-19 წლებში ვიყავ ნინოწმინდაში. იმის მერე ნამდვილად შეიცვალა. აი ამ მცირე 5-6 წელიწადში ძალიან ისეთი კაი ნაბიჯები არის გადადგმული რა, იმიტომ რომ ახალგაზრდებს რო შევხვდი ამ ბოლოს ასე თუ ისე ქართული იციან უკვე. უკეთ. ახალ ქალაქისკენ უკეთესად, ну ახალციხეზე არ მაქვს საუბარი, ისედაც ქართულად ყველა კარგად ფლობს. ძალიან სასიხარულოა. მე ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან, სომხური თემის თითქმის საქართველოს მასშტაბით ყველგან არის. თუ არსებობს რამე პლატფორმა, რამე პროგრამა, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს. მე მაქვს სამომავლოდ მაქვს პროგრამას დავარქმევთ თუ უბრალოდ მოსაზრებას თუ როგორც გნებავთ, ასე ვთქვათ, მეც მინდა რომ ამაში მონაწილეობა მივიღო, მინდა რომ იმ ახალგაზრდების ასე ვთქვათ, სწავლა განათლებაში, სამომავლო მათთვის პერსპექტივების დასახვაში რაღაც პატარა წვლილი შევიტანო. თუნდაც დავიწყოთ იმით, რომ მოხდეს ამ ბავშვების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან თბილისში ჩამოყვანა და მათი თანატოლების გაცნობა. აი ეს არის უკვე პირველი ნაბიჯი. უახლოეს პერიოდში ამას გეგმავთ და ვფიქრობთ, რომ ასევე სომხეთიდანაც ჩამოვიყვანოთ ბავშვები და ქართველ თანატოლებს გავაცნოთ და ქართველი თანატოლები ჩავიყვანოთ პერსპექტივაში სომხეთში და მდიდარი სომხური კულტურა გავაცნოთ მათაც. ასე იქნება უფრო ხელსაყრელი, ერთმანეთს გაიცნობენ, ერთმანეთის კულტურას უფრო კარგად გაიგებენ და გაიაზრებენ და ბუნებრივია რომ სომხურენოვანი ბავშვები, ქართულენოვანი ბავშვები ორივე მხრიდან თავთავიანთი მდიდარი ენებით, აი ამ მართლა განძი, სტოლფასი ენებით, სომხური და ქართული ენებით ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ გამდიდრებენ. ჯავახეთში, როგორც სწორად აღნიშნეთ, მეც ვარ დაკვირვებული ჯავახეთის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაცილებით უფრო კარგად საუბრობენ, გამართულად საუბრობენ ქართულად ახალგაზრდები განსაკუთრებით, იმიტომ რომ გაუჩნდათ, იცით რა, გაუჩნდათ რაღაცა პერსპექტივის განცდა, რომ ამ საზოგადოებაში აქვთ განვითარების პერსპექტივა. გაუჩნდათ ასე ვთქვათ ამ ქვეყანაში დარჩენის პერსპექტივა და ძალიან კარგია. ნუ წინა წლებში როგორც მოგეხსენებათ, ეგ დასამალი არ არის, ბევრი ირჩევდა სომხეთს, ევროპას, რუსეთს მიდიოდა და არ უნდა დავკარგოთ და მე ვფიქრობ, კარგი ნაბიჯები იდგმება ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან, ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც აი ამ პროცესში არის ჩართული, რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები ჩვენ საზოგადოებაში იყვნენ თავიანთი რესურსი მოახმარონ საქართველოს და არ წავიდნენ არსად, იმიტომ რომ საქართველოს დასაკარგი შვილები ნამდვილად არ ყავს. ნამდვილად, აქვე ერთი კითხვა მაქვს, ეგეც ამასთან დაკავშირებულია. რამდენად არიან ჩართულნი საქართველოს მოქალაქე სომხები ჩვენი ქვეყნის მმართველობაში და ზოგადად განვითარებაში? მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ზოგადად სახელმწიფო აძლევს არჩევანის უფლებასაც, აძლევს თავისუფალი მოქმედების არეალსაც იმ ადამიანს, რომელსაც დაგეგმილი აქვს ამ ქვეყანაში ცხოვრება, ოჯახის შექმნა, შემდგომი განვითარება. მათ შორის არიან სომხები, უამრავი 10,000-ობით ადამიანია, ვინც შრომობს, ვინც ამ ქვეყანაში მუშაობს.
ზრდის ბავშვებს, ზრდის მომდევნო თაობას და იცის რომ ეს მისი სამშობლოა. როგორც უკვე აღნიშნე, მართლა საქართველოს დასაკარგი შვილი არ ყავს, შვილები არ ყავს. ისაც ბევრი უბედურება გადავიტანეთ წინა წლებში ისტორიულ რაკურსს ახლა არ დავიწყებ რაკურსის გაკეთებას, მაგრამ ყველაფერი არის დამოკიდებული ადამიანზე. ეთნიკური სომხები, საქართველოს სომხური მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა დონეზე. აუცილებელი არ არის იყოს წარმოდგენილი საჯარო დაწესებულებაში, ან თვითმმართველობაში პირდაპირობითად. ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს ბიზნესის სფეროში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და თავთავიანთი ამ საქმიანობით იმ ქართულ საქმეს აკეთებენ, რომელსაც ქვია ქვეყნის განვითარება. ყველა შესაძლებლობა და ყველა რესურსი სახელმწიფოში არის, რომ ადამიანი იყოს თვითრეალიზებული. ამას ვეუბნები ზუსტად იმ სტუდენტებს და იმ სასწავლო დაწესებულებების აი ამ დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს, ვისაც ველაპარაკები ლექციების ფორმატში, რომ თქვენზე არის დამოკიდებული სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოში არის იმის ნიადაგი და იმის პირობები, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოს ადამიანმა. ოღონდ ერთი პირობით სახელმწიფო ენის კიდევ დაუბრუნდები ქართული ენის სრულყოფილი ფლობით და მისი ძირფესვიანი შესწავლით. მიიღეთ განათლება როგორც უმაღლესი, ასევე ტრეინინგებში მიიღეთ მონაწილეობა, იკონტაქტეთ საზღვარგარეთ თქვენთან თანატოლებთან, მიიღეთ, მოიპოვეთ გრანტი საზღვარგარეთ წასასვლელად, ოღონდ ჩემი დაჟინებული მოთხოვნა და თხოვნა არის, მოწოდება ბუნებრივია ვხუმრობ, რომ მიღებული ცოდნა საზღვარგარეთ მიღებული ევროპის თუ ამერიკის უნივერსიტეტში ისევ და ისევ მოახმარონ ჩვენს ქვეყანას საქართველოს. რადგანაც კიდევ ერთხელ გავმეორდებით ავტოლოგიაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ საქართველოს მომავალი თაობა ჭირდება და თავისი შვილები უკლებლივ აბსოლუტურად ყველა ჭირდება აქ. თვლით თუ არა რომ აქაური სომხური არასამთავრობო ორგანიზაციები NGO ხელს უწყობენ და ძლიერად არიან ჩართულნი ჩვენი ქვეყნის და ზოგადად ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ასამაღლებლად ან რამე ახალ საფეხურზე გადასვლისთვის თუ არიან ჩართულნი საერთოდ და რადო პირდაპირ გეტყვით, მე ცოტა შორს ვარ არასამთავრობო სექტორისგან, ცოტა ასე ვთქვათ, ისე რომ არაკორექტულად არ გამომივიდეს შეფასება, რომ ვინმეს რამე არ ეწყინოს. მე ვფიქრობ, რომ როგორც ყველა ქვეყანაში აუცილებელია ასევე არასამთავრობო სექტორის განვითარება, იმიტომ რომ ჯანსაღი კრიტიკა თუ ის არის ჯანსაღი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, ნებისმიერი ორგანოსთვის, ნებისმიერი დაწესებულებისთვის არის მართლაც მნიშვნელოვანი, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ფასობს ევროპული ღირებულებები, ეს არის აუცილებელი, რადგანაც ერთ-ერთი კომპონენტია არასამთავრობო სექტორის არსებობა და მისი სრულყოფილი ფუნქციონირება. ასე ვიტყოდი, ასეთ შეფასებას გავაკეთებდი და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყოს, რომელიც ქართულ საქმეს გააკეთებს, რომელიც სომხურ ქართულ საქმეს გააკეთებს და ვისურვებ, არიან ადამიანები, მე მაქვს რაღაც ესეთი პერიოდული შეხებები, ახლა მათ შორის არის რამდენიმე ჩემი მეგობარი, არ მინდა სუბიექტური ვიყო, მუშაობენ ამ კუთხით, თავთავიანთი სფეროები კარგად აქვთ ათვისებული და ღმერთმა ქნას, რომ უკეთესობისკენ წავიდეს ყველანაირი ძალისხმევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. ძალიან დიდი მადლობა ესეთი სრულყოფილი ინტერვიუსთვის. თქვენ თუ გაქვთ რამე სამომავლო გეგმები, ან თუ გნებავთ რომ მაყურებელს რაღაცა უთხრათ, გთხოვთ და ამით ჩვენ დღევანდელ რუბრიკას დავასრულებთ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ აი ამ ფორმატისთვის, აი ამ საქმისთვის, მართლაც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, სამომავლო გეგმა არის ის, რომ ჩვენი ლოზუნგია და ცხოვრებისეული მისია, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ განვითარდეს ქართულ-სომხური, სომხურ-ქართული ურთიერთობები. ჩემი ყველაზე მთავარი მიღწევა დღესდღეობით, მე რასაც ვფიქრობ, ის არის, რომ ორ პატარა ჯარისკაცს შვილები, ორ შვილზე მაქვს საუბარი, ორ ბიჭს, ორ ჯარისკაცს უზრდი ამ ქვეყანას და მინდა ჩემ ქვეყანას უსურვო სიმშვიდე, გაერთიანება, გაბწყინება და მინდა რომ ყველა მიცოდეს, რომ საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი ეთნიკური, რელიგიური,
სოციალური კუთვნილების მიუხედავად ყოველთვის დაიცავს თავის ქვეყანას, საქართველოს, მე როგორც ამ ქვეყნის შვილს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერს, ეს გრძნობა უფრო გამძაფრებული მაქვს და ნებისმიერი ფორმით ვიქნები მზად ჩემი ქვეყნის დასაცავად, ჩემ ბავშვებს, ჩემ ვაჟკაცებს ამას ვეუბნები. უპირველეს ყოვლისა თქვენი სამშობლო, თქვენი საქართველო. ამავე დროს მინდა რომ ძალიან კარგად იცოდეს ყველამ რომ ისტორიული ფესვების არ დავიწყება, ესეც არის უნიკალური და ესეც არის აუცილებელი. სომხური ფესვების არ დავიწყება, ყველა ადამიანს უნდა კონდეს, ვინც თავს სომეხ ადამიანად, სომეხ ასე ვთქვათ, პიროვნებად მიიჩნევს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ ამ ფორმატისთვის, თქვენს შემოქმედებით ჯგუფს, აი ამ შრომისთვის, აი ამ საქმისთვის, რომელსაც აკეთებთ და წარმატება მინდა გისურვოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან მართლაც ობიექტურად გეუბნებით, მესმის რომ შესანიშნავი საქმე კეთდება, შესანიშნავი პროექტები გაქვთ და ყველა თქვენს დასახულ ამოცანაში მინდა გისურვოთ წარმატება და სადაც შემეძლება რომ რჩევით, ჩართულობით, ასე ვთქვათ, გამოცდილებით მეც გვერდში ამოგიდგეთ, გვერდში მიგულეთ ყოველთვის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ გაიხსენეთ.